ქართველი კაცი ისტორიის განმავლობაში მუდამ ბრძოლაში იყო. ხმლის ქნევას პატარაობიდან სწავლობდნენ და სამშობლოს დასაცავად შეგულიანება არ სჭირდებოდათ. მაგრამ ჩვენი მეფეები და მთავარსარდლები გულებში ცეცხლის დასანთებად ბრძოლის წინ მგზნებარე სიტყვებით მიმართავდნენ ლაშქარს. მატიანემ მრავლად შემოგვინახა სხვადასხვა ეპოქის, სხვადასხვა მეფის საომარი მიმართვების ნიმუშები, რომელთა შესახებაც გადავწყვიტეთ თხრობა. ეჰა მეომარნო ქრისტესანო, თუ ღვთის ჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამედ თუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. 1770 წლის 20 აპრილს ქართველებმა მეფე ერეკლეს სარდლობით სასტიკი ბრძოლა გაუმართეს ოსმალეთის ლაშქარს. მაშინ პატარა კახად წოდებულმა ჭარმაგმა მეფემ შერკინების წინ ასე შეაგულიანა ქართველების საომრად. გულოვანნო, მხნენო ქართველნო, ჩემო განუყრელნო ყოველსა საშინელებაში, ჩემი გულის ძმანნო, ეს ამისთანა გაჭირვებული ომი ჩვენს თავზე პირველი არ არის. კარგად გაარჩიეთ და დაინახეთ, რა სიკვდილის ლხინი არის დღეს.